დედამიწა მრგვალია? ვიცი, ზოგიერთ თქვენგანს უკვე გაეცინა. ზოგს კი კითხვა გაუჩნდა. თუ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას სერიოზულად განიხილავენ. დიახ, არსებობენ და იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ამ ვიდეოში გადავეშვებით კოსმოსურ დრამაში, სადაც ვესწრებით დავამტკიცო, ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა, რომ ჩვენი დედამიწა მრგვალია. გამარჯობა, მე ვახოვარ და ეს სივრცე დროა. მოემზადეთ ძალიან მარტივი, ან დაუჯერებელი გააჩნია ვისთვის როგორ. მტკიცებულებებისთვის თუ რატომ არ უცხოვრობთ გიგანტურ პიცაზე, რომელიც სადღაც კოსმოსში ტივტივებს. თუ კიდევ გგონიათ, რომ დედამიწა ბრტყელია, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ შეიძლება კვლავ ასე ვიფიქროთ, მაგრამ მინიმუმ საწინააღმდეგო აზრს მოისმენთ. ასე რომ მოეწყვეთ კომფორტულად და ერთად დავცინოთ გრავიტაციას. დავიწყოთ კლასიკით. გემები ჰორიზონტზე. თუ დედამიწა ბრტყელია, ჰორიზონტზე მოძრავი გემი ნელ-ნელა დაპატარავდებოდა და გაქრებოდა. თუმცა როგორც ბევრს გვინახავს, სინამდვილეში გემები სულ სხვანაირად ქრებიან თვალთახედვის არიდან. როცა გემი გშორდება, პირველად მისი კორპუსი, ანუ ქვედა ნაწილი ქრება, ხოლო ანძები და ზედა ნაწილი უფრო დიდხანს ჩანს. გემის უფრო დაშორებისას ნელ-ნელა ზედა ნაწილებიც ქრება, სანამ მთლიანად არ ჩაიკარგება ჰორიზონტში. ეს ფენომენი იდეალურად ერგება მრგვალი დედამიწის კონცეფციას. რატომღაც. შემდეგია მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება ხდება, როდესაც დედამიწა ექცევა მზესა და მთვარის შორის. დედამიწა ბლოკავს მზისგან წამოსულ სინათლეს, რომელიც მთვარის უნდა დასცემოდა. თუ კი დედამიწა ბრტყელია, მისი ჩრდილი მთვარეზე ოვალური, ან რაღაც გაურკვეველი ფორმის უნდა იყოს, რაც დამოკიდებულია იმაზე, რა კუთხით მოხდებოდა ჩრდილი მთვარეს. მაგრამ დედამიწის ჩრდილი მთვარეზე ყოველთვის იდეალურად მრგვალია. შემდეგია უცნაური სამკუთხედი. პირადად ჩემი ფავორიტი ფაქტი. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის ზედაპირზე უზარმაზარ ექსპერიმენტს ვატარებთ. დავიწყოთ მაგალითად ჩრდილოეთ პოლუსიდან. გაიარეთ 10,000 კილომეტრი პირდაპირ სამხრეთით. ახლა ზუსტად 90 გრადუსით შემოbrუნდით მარჯვნივ და ისევ გაიარეთ 10,000 კილომეტრი. შემდეგ ისევ შემოbrუნდით 90 გრადუსით მარჯვნივ და კვლავ გაიარეთ 10,000 კილომეტრი. რეალურად რაღაც ამდაგვარ ნახაზს მივიღებდით, ხომ? კი ბატონო. მაგრამ თუ დედამიწა ბრტყელი იქნებოდა, მაგრამ რეალურად რა მოხდებოდა? თქვენ ზუსტად იმ ადგილზე დაბრუნდებით, საიდანაც დაიწყეთ, ანუ ჩრდილოეთ პოლუსზე. ეს საოცარი ფაქტი მხოლოდ მრგვალ დედამიწაზეა შესაძლებელი. როცა სფერულ ზედაპირზე სწორ ხაზზე მოძრაობთ, რეალურად მოძრაობთ მრუდზე. ამ ექსპერიმენტში თქვენი 90 გრადუსიანი მოხვევები დედამიწის მრუდთან ერთად ქმნის სფერულ სამკუთხედს, რომლის შიდა კუთხეების ჯამი ნაცვლად 180-ისა, ამ შემთხვევაში 270 გრადუსია. ბრტყელ ზედაპირზე სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი ყოველთვის 180 გრადუსია, მაგრამ დედამიწის მრუდ ზედაპირზე მოძრაობისას გეომეტრიის წესები იცვლება. ეს ექსპერიმენტი ნათლად აჩვენებს, რომ დედამიწა სფერული ფორმისაა და არა ბრტყელი. თქვათ დედამიწა მართლა ბრტყელია, როგორც არც ისე ცოტას გონია. მაშინ ლოგიკურად თვითმფრინავებმა წერტილიდან წერტილამდე უმოკლესი გზით წრფის გასწვრივ უნდა იფრინონ, ხომ? მაგრამ თითქმის ყველას გინახავთ თვითმფრინავის მარშრუტი თვითმფრინავის ეკრანზე ან ონლაინ რუკაზე და შეგიმჩნევიათ, რომ ეს მარშრუტები არ არის სწორი ხაზი და მრუდია, განსაკუთრებით დიდ მანძილებზე. მაგალითად, ავიარეისები ნიუ-იორკიდან აზიის მიმართულებით ხშირად დაფრინავენ ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს და არა პირდაპირ წყნარი ოკეანის თავზე. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწა მრგვალია. თვითმფრინავები იყენებენ ეგრეთ წოდებულ დიდი წრის მარშრუტს, რაც ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილია. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ძაფი გლობუსზე. ორ წერტილს შორის ეს უმოკლესი მანძილია. ავიაკომპანიები საწვავსა და დროს სწორედ ასეთი მარშრუტებით ზოგავენ. ერთი წამი დაფიქრდით. როდესაც ღამის წას ავხედავთ, ხედავთ უამრავ ციურ სხეულს, მთვარეს, მარსს, იუპიტერს, ჩვენს გალაქტიკაში არსებულ პლანეტებს და ასე შემდეგ. ყველა მათგანი, რაც კი ტელესკოპით გვინახავს, ან კოსმოსური ტელესკოპებით გადაგვიღია, მრგვალია. თუ დედამიწა მართლა ბრტყელია, ის ერთადერთი გამონაკლისია მთელს ცნობილ სამყაროში. გრავიტაციის გამო მილიარდობით წლის განმავლობაში პლანეტების ფორმირებისას მატერია თანაბრად ნაწილდება ცენტრისკენ, რის გამოც წარმოიქმნება სფერო. თუ ეს ფიზიკის უნივერსალური კანონი მოქმედებს ნებისმიერ სხვა პლანეტასა თუ ვარსკვლავზე, რატომ უნდა იყოს დედამიწისთვის განსხვავებული? შემდეგია დროის სარტყლები. რატომ არის, როდესაც თქვენთან დილაა და ყავას სვამთ, სადღაც ტოკიოში ვიღაც უკვე სადილობს, ხოლო ლოს-ანჯელესში ჯერ კიდევ ღამეა და ვიღაცას ტკბილად წინავს. ბრტყელი დედამიწის შემთხვევაში მზე მთელ ბრტყელ დისკს ერთდროულად უნდა ანათებდეს. ანუ თუ მზე ანათებს, ყველგან დღე უნდა იყოს, ხოლო როდესაც მზე ჩადის, ყველგან ღამე. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც დედამიწის ერთ ნახევარსფეროში ღამეა, მეორეში დღეა.
ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწა მუდმივად ბრუნავს და მზის სხივები მის მხოლოდ ერთ ნაწილს ეცემა. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი ძილის დროს მეგობარი სხვა კონტინენტიდან მოგწერთ, რომ მზიან სანაპიროზეა, გაიხსენეთ, რომ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ის დროში მოგზაურობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მრგვალ პლანეტაზე ვცხოვრობთ. მივადექით სამყაროს უნივერსალურ ძალას, მის უდიდებულესობა გრავიტაციას. როდესაც მასა ძალიან დიდია, მაგალითად პლანეტის შემთხვევაში, გრავიტაცია აიძულებს მას მიიღოს სფეროს ფორმა, რადგან სწორედ ეს ფორმა უზრუნველყოფს მის ზედაპირზე ძალის თანაბარ განაწილებას. დედამიწის ბირთვი არის ცენტრი, რომლისკენაც გრავიტაცია ყველგან მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ზედაპირზე ნებისმიერი ადგილიდან ქვემოთ ნიშნავს მისი ბირთვისკენ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმყოფებით, ჩრდილოეთ პოლუსზე, ეკვატორზე თუ ავსტრალიაში. ბრტყელი დედამიწის შემთხვევაში კი გრავიტაცია ძალიან საინტერესოდ იმოქმედებდა. კიდეებისკენ ის არ იქნებოდა მიმართული ქვემოთ, არამედ ოდნავ დახრილად, უფრო ცენტრისკენ. მაგალითად, კიდეებზე ხეები დახრილად ცენტრისკენ გაიზრდებოდა. ხოლო თუ კიდეზე დავდგებოდით და ქვას მაღლა ავაგდებდით, ის არა ქვემოთ, არამედ ოდნავ გვერდით დაეცემოდა. კიდეებიდან ყველაფერი ნებისმიერი საგანი თუ ობიექტი ცენტრისკენ ჩავარდებოდა. ჩვენ კი ადამიანებს ძალიანაც რომ გვეცადა, კიდეებს ვერც მიუახლოვდებოდით, რადგან დედამიწის ცენტრის გრავიტაცია იქამდე არ მიგვიშვებდა. და ოკეანეები, დედამიწის ცენტრული გრავიტაციის შედეგად, ოკეანეები მის ცენტრთან ერთ დიდ ოკეანეს შექმნიდნენ და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შესაბამისად, ასეთი პლანეტა სტაბილურობას ნამდვილად ვერ შეინარჩუნებდა. სწორედ ეს ფიზიკური ძალა, გრავიტაცია, ერთ-ერთი პირდაპირი ფიზიკური არგუმენტი იმისა, რომ დედამიწა სფერულია. ღამის ცაზე დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებიდან სრულიად სხვადასხვა ვარსკვლავები ჩანს. თუ კი დედამიწა ბრტყელია, მისი ნებისმიერი ადგილიდან ყოველთვის ერთი და იგივე ვარსკვლავები უნდა დაგვენახა, ხომ? სინამდვილეში კი ცა სხვადასხვა ადგილიდან სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან დიდი დათვის და კასიოპეას თანავარსკვლავედები ჩანს. მაშინ, როცა სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან, მაგალითად როგორებიცაა ბრაზილია და ავსტრალია, სრულიად სხვა თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ჩანს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კი დედამიწა მრგვალია. მოდი სია ყველაზე მარტივი მტკიცებულებით დავასრულოთ. უამრავი ფოტოსურათი კოსმოსიდან. მოიცა, მთელი ეს ფოტო და ვიდეო მასალა ხომ კომპიუტერული ფალსიფიკაციაა. მაგრამ ყველა ქვეყანა, ვისაც მინიმუმ ერთი თანამგზავრი მაინც გაუშვია დედამიწის გარშემო, ყველა მისია, ყველა ასტრონავტი, ყველა კერძო კომპანია, ყველა ობსერვატორია, ყველა მეცნიერი, ყველა თამაშობს და შეთანხმებულად გვატყუებს, თუ უბრალოდ დედამიწა მართლა მრგვალია. თუ ფიქრობ, რომ დედამიწა მრგვალია, დაალაიქე. თუ ასე არ ფიქრობ, მაინც დაალაიქე. არხიც გამოიწერე, რომ მომდევნო საინტერესო ვიდეოები არ გამოგრჩეს. დროებით. შევხვდებით მომავალ სივრცე დროში.